შუამდგომლობა არ გესმით. შემოსულია ორი შუამდგომლობა. ერთი შუამდგომლობა წარმოდგენილი აქვს ბატონ პაატასალიას, რომელიც სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ განაცხადებს უარს. და მეორე შუამდგომლობა არის წარმოდგენილი შპს ტელეკომპანია საქართველოს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წარმომადგენლების ნიკა გვარამიას, დიმიტრი საძაგლიშვილის, თამთა მურადაშვილის, რომლებიც ითხოვენ სასამართლოს დომაზე დაშვებას. კარგით, და ასევე მესამე შუამდგომლობაა წარმოდგენილი მოსამართლის აცილების თაობაზე. პირველ რიგში სასამართლო ბატონ პაატასალიას მოусმენს. ეს შუამდგომლობა ჩვენ დღის ბოლოს წარმოგვიდგინეს კანცელარიის მეშვეობით ბატონო პაატა და უჭერ თუ არა მხარს ამ შუამდგომლობას. შუა დღეს არ მოვადგინეს შუამდგომლობა, მხარს უჭერ. უკაცრავად, ხალბატონო, თუ შეიძლება ჯერ მხარეების დასწრების შუამდგომლობა განვიხილოთ, რომ თუ ბატონ პაატას შუამდგომლობაზე უნდა მიბრძოლოთ, რომ მათაც მიეცეთ ამაზე საშუალება გამოთქვან თავისი აზრი. იცით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა არ საჭიროებს კანონმდებლობის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარის თანხმობას. დაესწრო პროცესს, ასე ვთქვათ. პირველ რიგში განვიხილავთ სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილ შუამდგომლობას, პაატასალიას შუამდგომლობას, შემდეგ განვიხილავთ სტომაზე მხარეების დასწრების საკითხს. გისმენთ ბატონო პაატა. მოგახსენებ ჩვენს პოზიციას, ჩვენ ვაზუსტებთ გუშინ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, სრულად ვამბობთ უარს ჩვენ სააპელაციო საჩივარზე. სრულად ამბობთ? დიახ, სრულად ვამბობთ უარს. გუშინ წარმოადგინეს ნაწილობრივ. დიახ, მაგრამ ჩემ მარცხნივებთან მქონდა გუშინ საუბარი და მან გადაწყვიტა, რომ უარი ვთქვათ სააპელაციო საჩივარზე.